ეხლა ჩვენ ვიმყოფებით საქართველოს სიმფონიეტას კამერული ორკესტრის ბაზაზე, სადაც 2019 წლიდან არსებობს ასე ვთქვათ შემოქმედებითი სახელოსნო, სადაც კეთდება ხემიანი საკრავები. ანუ ვიოლინო, ალტი, ჩელო, კონტრაბასი. არსებობს იტალიაში ასეთი კრემონის საერთაშორისო ინსტიტუტი, სადაც ასწავლიან ტრადიციულად როგორ კეთდებოდა 300 წლის წინანდელი იტალიელი ინსტრუმენტები. ამ სკოლაში მომიწია მე სწავლა თავის დროზე. მასალები, რითაც მზადდება ეს ინსტრუმენტები, საქართველოში უხვად მოიპოვება. ეს არის ნაძვი და ნეკერჩხალი, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში იზრდება და აკუსტიკური თვისებებით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წევრმა სიმფონიეტასი გამოთქვა სურვილი, რომ შეესწავლოთ ეს პროფესია და ამის ბაზაზე კულტურის სამინისტრომ მათ გადასცა სათანადო აღჭურვილობა. რომ არ დაიკარგოს ეს ჩემი გამოცდილება და ცოდნა, მინდა რომ გადავწი ახალგაზრდა თაობად. ამისთვის მინდა რომ რაღაც საფუძველი იყოს იმისი, რომ შეიქმნას ეს სახელოსნო შემოქმედებითი რაღაც სახელოსნო, სადაც გავუზიარებ ამ ცოდნას.